კიტრი, პამიდორი, კარტოფილი და იქვე დახსე იყო წამლები. პირველი პარტია რამდენად იყო? $70 ოდენი. რამდენ ხანში ამოყიდებ? ახლობთ 9 საათში გაიყიდე. ფულის შოვნა არ არის მთავარი. $70 დაწყებული ბიზნესიდან მილიარდიან კომპანიაზე ვლაპარაკობ. მართალია რომ საბანკოს ესხიარება? საბანკოს ესხიარა გვაქვს, არც გქონია. ეგ ყველას უკვირს ხანდახან მეც მიკვირს. რატო გახდა საჭირო კომპანიის განვითარებისთვის ამდენი სანაცნობო მოგეყვანა შენ კომპანიაში? პაატა კურტანიძე, 6 შვილის მამა, ავერსის სამედიცინო კორპორაციის არქიტექტორი და შემოქმედი. ჩანთით ჩამოტანილი $70 ღირებულების წამლებით ერთ-ერთი საავადმყოფოს 10 კვადრატულ მეტრზე გახსნილი პირველი აფთიაქი. დღეს უკვე 12,000-ზე მეტი თანამშრომელი მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც ამუშავებს 370 აფთიაქს და 50 განსხვავებული პროფილის კლინიკასა და ლაბორატორიას. შენ სწავლობდი სამედიცინოზე და უნდა გამხდარიყავი ექიმი. სული და გულით ექიმი ვარ. ექიმობა დათმე და აირჩიე რომ გაიკეთებინა ბიზნესი. ჩემს მიუღებელია ერთ ადგილზე ყოფნა. და შემიძლია ვთქვა რომ ყოველდღე 25 საათი ვიმუშაობ. ბიზნესში თუ რამეს მივახციე, ერთ-ერთი ამის მიზეზი ეგ არის დაგეგმვა. ავერსის ისტორია რო ნახოთ ფინანსურად. ეს არის ყოველ წელს თანაბარი ზრდა. მე არასდროს არაფერი არ მიყიდია იაფად. მადლიერი და კმაყოფილი მომხმარებელი ბიზნესმენისთვის ძალიან დიდი мотиваცია. გინდა რომ 400 წელიწადში სახსოვდეს შენი სახელი? კი, ჩემი და ჩემი კომპანიის სახელი.